თარგმანება იმათეს სახარებისა ითავიოს. სიტყვა ესე, ხოლო ლეღვისაგან ისწავეთ იგავი, ვითარცა იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩშვიან და ფურცელი გამოვალ უწყოდეთ, რამე თუ ახლოს არს ზაფხული. ეგრეცა თქვენი ხილოთ ოდეს ესე ყოველი უწყოდეთ, რამე თუ ახლოს არს, კართაზე და 24, 32, 33. ზემო თქვა ვითარმეთ შემდგომად ჭირისა მათ დღეთა ისა იქმნას მოსვლა იმისი, ხოლო მათ სწადოდა, რაითა იგი მებრძღე იმოსვლისა მისისა იუწყოს. ამისთვის იგავი ესე ლეღვისა იმიუთხრა, რაითა უჩვენოს, ვითარმედ მახლობელად საქმეთა მათ ყოფად არს მოსვლა იმისი. ამისთვის რქვა ვითარმედ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი უწყოდეთ, რამე თუ ახლოს არს, კართაზე და. ხოლო ამათ სიტყვათა მიერ სხვასაც მოასწავებს, ესე იგი არს ვითარმედ, მას დღეს სამართალთათვის ზაფხული იქნების სულიერი და დაწყნარება იტკბილი ზამთრისა ცილა-ამის სოფლისა, რომელიც ჭეშმარიტად ზამთარი არს ფიცხელი, ხოლო ცოდვილთათვის უმეტესად მაშინ იქნების ზამთარი და ჭირი, ვითარცა ქვემორე იტყვის ვითარმედ, მსგავსად წყლით რხუნისა მის მეხსეულად მოიწიოს მათზე და დღე იგი ჭამდნენ რაიდა სუმიდან და განსცხრებოდინ. იტყვის უკვე ვითარმედ, ვითარცა იგი ფურცელი რაი გამოაქონ ლეღუსა, უეჭველად ზაფხული მოიწიის, ეგრეთვე ესე ყოფად არს, თვინიერ ყოვლისა იჩვისა და ცილობისა, ვითარცა იგი სხვასა ადგილსა აღდგომისათვის იტყოდა და მარცვალი იფქლისაი სახეთ შემოიღო და თქვა, უკვე თუ არა მარცვალი იფქლისაი დავარდეს ქვეყანასა და მოკუდეს, იგი ხოლო ეგოს, უკვე თუ მოკუდეს, მრავალი ნაყოფი გამოიღოს. იოანე 12:24 ეგრეთვე მსგავსად ნეტარმან პავლე მოიღო იგივე სახე და თქვა, უგუნურო, შენ რომელი დასთესი არა ცხონდის ვიდრე არა მოკუდის. პირველი კორინთელთა მიმართ 15:36 ეგრეთვე აქა უეჭველად ყოფადისა მისთვის საქმისა ლეღვი იგავად მოიღო ვითარმედ, ეგრეცა თქვენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი უწყოდეთ, რამე თუ ახლოს არს, კართაზე და. ხოლო რაითა არა კვალად პირველსა მასკული სიტყვასა მოვიდნენ და ხრქვან, თუ ოდეს იყოს ესე, მათე 24:3 ამისთვის ეტყვის. წახ არებაი, ამენ გეტყვით თქვენ, არა წარხდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. ცანი და ქვეყანა იწარხდეს, ხოლო სიტყვანი ჩემნი არასადა წარხდნენ, 24, 34, 35. თარგმანი, რომელი ესე ყოველი. მითხარღა. ესე იგი არს მოუხრება იერუსალემისაი, ბრძოლანი იგი და სრვანი და ძრვანი, ქრისტემტყუარნი იგი და ცრუწინა ის წარმეტყველნი, ქადაგება იგი სახარებისაი ყოველსა სოფელსა, შფოთნი იგი და ჭირნი, რომელნი ყოფად არ ნანტეს მიერ ვიდრე მოსვლადმდე უფლისა. ხოლო ვითარ იტყვის, თუ არა წარხდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს. არა თუ მის ნათესავისათვის იტყვის, რომელი მაშინ იყო, არამედ ნათესავისათვის მორწმუნეთა ისა, რამე თუ ესეც ეს არს წმიდათა წერილთა შინა, რაითა ნათესავსა არა ხოლო თუ ჟამთასა სახელს დებდეს, არამედ სარწმუნოებისაგანსა და მოქალაქობისა, ვითარცა იტყვის წინა ის წარმეტყუელი, ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა. ფსალმუნი 23:6 და კვალად იტყვის, ძლიერ იყოს ქვეყანასა ზედა ნათესავი მისი. ფსალმუნი 111:2 რამე თუ ვითარცა ზემო თქვა უფალმან ვითარმედ, ჯერ არს ყოფად მათე 24:6 და კვალად თქვა ვითარმედ, იქადაგოს სახარებაი ესე სასუფეველისაი ყოველსა სოფელსა, მათე 24:14. ეგრეთვე აქა მოასწავებს, ვითარმედ უეჭველად ყოფად არს რაი ესე თქვა და ეგოსვე ნათესავი მორწმუნეთაი და არცა ერთისაგან ძნელოვანთა მათ საქმეთა ისა დაიხსნას, არამედ იერუსალიმიცა მოუხრდეს და უმრავლესნი ჰურიათანი უჩინო იქმნენ, მოწყვედილნი ფერადითა სიკვდილითა, ხოლო ნათესავსა მას ქრისტიანეთასა ვერ არა იმძლე ექმნას.
ვერცა დახსნას ვერცა სიყმილმან, ვერცა სრვამან, ვერცა ძრვამან, ვერცა მოუხრებამან ქალაქთამან, ვერცა ქრისტემ მტყუართა და მაცთურთა და ცრუწინაის წარმეტყველთა, ვერცა მიცემამან ჭირთა და ტანჯვათა, ვერცა მოწყვედამან და მოძულებამან ყოველთაგან წარმართთა, არცა სხვამან რამანვე განსაცდელმან. ამისთვის დაამტკიცა ძლიერად სიტყვაი და თქვა ესე: ცანი და ქვეყანა იწარხდნენ, ხოლო სიტყვანი ჩემნი არასა და წარხდნენ. ესე იგი არს ვითარმეთ, ნივთთა ამათ მტკიცეთა და შეურყეველთა უადვილეს არს დახსნაი და წარსვლაი, ვიდრეღა სიტყვათა ჩემთაგან იმცა რაიმე არა აღესრულა. და ესე რომელსა ენებოს გონიერად გულისხმაყავ ყოფილი ესე და მისგან რწმენას ყოფადიცა და იხილოს, ვითარ ეწამების აღსასრული საქმეთაი ჭეშმარიტებასა მას სიტყვათა მისთასა. ახსენა უკვე ცანი და ქვეყანაი ერთად რაითა გამოაჩინოს ვითარმეტცისა და ქვეყანისა უპატიოსნეს არს ეკლესიაი, მეორედ რაითა გულისხმა უყოს მოწაფეთა ვითარმეტ თავადი არს დამბადებელი ყოვლისავე. რამე თუ ვინაითგან აღსასრულისათვის ახსენა და საქმე უხილავი მიუთხრა, რომელი ურწმუნო იქმნებოდა მრავალთა მიერ, ამისთვის ესრეთ მტკიცედ თქვა, რაითა გულისხმა უყოს ყოველთა, ვითარმედ იგი არს შემოქმედი ცისა და ქვეყანისაი და მეუფე ყოვლისაივე, და წარუვალ არიან სიტყვანი მისნი და მტკიცე და შეურყეվել, რაითა ხრწმენეს ყოველთა შეუურგულებელად. სწახარებაი, ხოლო დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოსთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან 24-36. თარგმანი, მრავალთა მიერ საძიებელ არს სიტყვაი ესე, თუ ვითარ უმეცარ არს უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღესა მას და ჟამსა აღსასრულისასა. და უფრო ისად მოწაფენი იგი უშჭულოისა არიოზის და ევნომიოზის მრავალგზის წინა გვიყოფენ სიტყვასა ამას თანაშემწედ მათისა მის ცუდად მეტყველებისა და ბოროტისა მის ზრახვისა და ესრეთ წაჰრევენ, ვითარმედ, ვითარ თანასწორ არს ზემამისა, ვინაითგან თავადი წამებს. ვითარმედ, დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოსთა ცისათა, არცა ძემან, გარნა მამამან. და მრავალსა ესე ვითარ საბირებითა ეშმაკისაითა წარს მასნიან. ამისთვის ვინაითგან სიტყვასა ამას მოვიწიენით, ვთქვათ მადლით ღმრთისაითა, რაი იგი მამათაგან გვისწავიეს. დაღაცა თუ ქრისტეს მბრძოლთა მათ ურცხვინოებაი ვერ დავხსნათ, რამე თუ რომელიმცა სიტყვა იპოვა მათისა მის მედგრობისა განმკურნებელ, არამედ მოყვარეთა უფლისათა და მართლითა მით სარწმუნოებითა შეზღუდულთა გულსავსე ყოფად არაუდებ ვიქმნეთ. პირველად უკვე ამას ვიტყვი, ვითარმედ გონებასა მას მოწაფეთასა გულსავსე ყოფა ენება, ვინაითგან უკვე იგინი წადიერ იყვნენ ცნობად დღესა მას და ჟამსა აღსასრულისასა. ხოლო არა ჯერ იყო ესე მრავალთა მიზეზთათვის. ამისთვის რქვა ვითარმედ, არცა ანგელოსთა იციან, რაითა არა ეძიებდნენ იგინი ცნობად საქმეთა ანგელოსთაგან დაფარულთა, მერმე შესწინა და თქვა ვითარმედ, არცა ძემანო, რაითა ესე რაიეს მას, დაიდუმონ კითხვა და არა შეწუხდნენ. რამე თუ უკვე თუმცა ეთქვა, თუ არა გითხრობ შეწუხდებოდეს, ხოლო აცამით სიტყვითა თანაწარხთა გამოძიებასა მათსა. და რაითა სნად ვითარმედ ამისთვის თქვა ესე სიტყვა იხილეთ შემდგომად აღდგომისა, ოდეს იგი კვალად იწყეს კითხვად, ვითარმედ, უფალო, უკვე თუ ამათ ჟამთა მოაგოა სასუფეველი ისრაელსა. ხოლო მან ხრქვა მათ, არა თქვენი არს ცნობაი ჟამთა და წელთაი, რომელი იგი მამამან დადვა თვისითა ხელმწიფებითა. საქმე 1:6-7 ამისთვის ახსენა მამაი, რაითა არა თქვან, თუ შეურაცხყვართ წინაშე უფლისა, არცა თუ ესე სათნოიჩინა უწყებათ, რამე თუ ჯერეთ სრულსა მას საზომსა არა მიწევნულიყვნეს, ხოლო უფალსა არა ენება შეწუხება იმათი. ამისთვის მამასა მისცა მეცნიერება იგი და საშინელყო ძიება იგი. ესე არს ერთი მიზეზი სიტყვისა იმის.
მეორედ ესეცა ჯერ არ ცნობად მორწმუნეთა მიერ ვითარმედ მრავალსა იტყვის უფალი კაცობრივისა ბუნებისაგან, ვითარცა ოდესმე რქვა სამარიტელსა მას უმეწყალი ორი, რომელეს ეს სიტყვაი არს ხორციელისა სახვრისა აღმასრულებელი და რომელი იგი ითხოვდა. არა კაცი იყო ლიტონი, არამედ ღმერთი შეერთებული კაცებასა. და კვალად რომელი იგი შეემშია დაშურა და ცრემლოდა და ოდესმე იტყოდა, მამა იუზეშთა ეს ჩემს არს იოანე 14:28 და კვალად იტყოდა, არა ხელმეტიფების საქმე თავით თვისით არ არაი, იოანე 5:30 და კვალად იტყვის, ხელმწიფება იმოსცა მამამან სასჯელისა ყოფად. იოანე 5:27 და სხვა ესევით არის მრავალი იპოვების წმიდასა სახარებასა შინა და წიგნსა მას მოციქულთასა. ამას ყოველსა თან აღრაცხე ჯვარცუმაი და სიკვდილი, დაფლაი და აღდგომაი და ამაღლებაი. აც უკვე ამას ყოველსა არაძნელ არს თითოეულისაცა მადლითა ღმრთისაითა განმარტებაი, გარნა მოკლედ ესე საცნაურიყავენ, ვითარმედ მაღალნი იგი სიტყვანი ჯერ არიან ბუნებისა მისთვის ღმრთებისა გულისხმის ყოფად და მდაბალნი ბუნებისა მისთვის კაცობრივისა, რომელიც ჩვენისა ცხოვრებისათვის შეიმოსა. ეგრეთვე უმეცრებისა ესე სიტყვაი მიაჩემოს თუ ვინ კაცებისა მისისა ბუნებასა რომლისათვის იტყვის მახარებელი ლუკა, და იესო წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთაო, ლუკა 2:42. არა ნაკრულევან იყოს ჭეშმარიტებისაგან სიტყვაი იგი. და კვალად ესეცა გულისხმისა ყოფილ არს ვითარმედ სიტყვაი ესე, თუ არავინ რაღაცა თუ ჩანს, თუ სხვასა ყოველსავე განარჩევს, თვინიერ მისა რომლისათვის იტყვის, გარნა არა ესრეთ არს წმიდათა წერილთა შინა ჩვეულება იმისი, რამე თუ იტყვის, არავინ არს სახიერ, გარნა მხოლო ღმერთი. მათე 19:17 არა თუმუნ თავისთვის იუფალმა გარეგან სახიერებისა დააწესა. ნუ იყოფინ. არამედ პირველი იგი მიზეზი სახიერებისა იმისცა მამასა, რამე თუ ესე მრავალგზის ეთქვა ვითარმედ ყოველივე, რაიცა არს მამისაი, მისი არს. ეგრეთვე სახიერებაი ვითარცა არს მამისაი, ეგრეთვე ძისაი არს. და კვალად იტყვის, არავინ იცის ძე გარნა მამამან. მათე 11:27 არა თუმუნ უმეცრებასა წამებს სულისა წმიდისასა. ნუ იყოფინ. არამედ მუნცა პირველი მიზეზი მეცნიერებისა იმამისაი წამა, რამე თუ ესე ცხად იყო და მრავალგზის ეთქვა ვითარმედ, არავინ იცის ღმრთისაი, გარნა სულმან ღმრთისამან. პირველი კორინთელთა მიმართ 2:11. აც უკვე ყოველივე ესევით არის დიდებაი და პატივი და სიბრძნე და სახიერებაი და მეცნიერებაი და სხვაი ყოველივე კეთილი მამისა და ძისა და სულისა წმიდისაი განუყოფელ არს. თვინიერ ვითარცა მიზეზსა პირველი ტყვის მამისათვის, რამე თუ ძე არს საყვარელი და პატივს სცემს ყოველსავეზე და დაუსაბამოსა მას მამასა. ეგრეთვე ესე სიტყვაი, თუ არავინ იცის გარნა მამამან პირველსა მიზეზსა მეცნიერებისასა ყოფილთა და ყოფადთა ისა მამისა აღამაღლებს და ყოვლით ურთუჩვენებს კაცთა, ვითარმედ იგი არს პირველი მიზეზი კეთილთაი და გულისხმა გვიყოფს. ვითარმედ რაი იგი მამისაი არს, ყოველი ძისაიცა არს და სულისა წმიდისაი, თვინიერ უშობელობისა, რამე თუ მამაი უშობელ არს, ძეი პირველ საუკუნეთა შობილი დაუსაბამოდ სული წმიდაი, მამისაგან გამომავალი. ესე თვითებანი არიან გვამოვნებისანი. ხოლო სხვითა ყოვლითავე ერთობაი იგი და სწორებაი წმიდისა სამებისაი განუყოფელ არს, და ამას შჯულიცა ბუნებითი გულისხმა გვიყოფს და წმიდანი წერილნი გვასწავებენ. რამე თუ იტყვის მოციქული მხოლოდ შობილისა ძისათვის ღმრთისა, ვითარმედ, ხატი არს უხილავისა ღმრთისაი.
მეორე კორინთელთა მიმართ 4:4, კოლასელთა მიმართ 1:15 ხატი არათუ სახისა ხორციელისაი, არამედ ღმრთებისა და ყოველთა მათ დიდებულებისა ღმრთებისათა, ხატი ძლიერებისაი, ხატი სიბრძნისაი, რამე თუ წერილ არს, ქრისტე, ძალი და სიბრძნე ღმრთისაი. პირველი კორინთელთა მიმართ 1:24, ხოლო მეცნიერება იცა ნაწილი არს სიბრძნისაი. აც უკვე ვითარ ვინ იკადროს თქუმად, თუ სიბრძნესა ღმრთისასა მეცნიერება იაკლს. ნუ იყოფინესე სიტყვა იყოლადვე. ანუ ვითარ მამამან რომლისა მიერ შექმნა საუკუნენი, ესე მცირე ნაწილი ჟამთაი, დღე იგი, არა აუწყა. დამბადებელი იგი ყოველთაი, რომლისა მიერ ყოველივე იქმნა და თვინიერ მისა არცა ერთი რა იქმნა, იოანე 1:3, მცირესა ნაწილსა მის მიერ ქმნილთასა, დღესა მას აღსასრულისასა, ვითარ მცა უმეცარიყო. ნუ იყოფინესე, ნუ იყოფინ. არამედ ვითარცა ყოვლისავე დამბადებელმან და ყოვლისა მპყრობელმან ყოველივე უწყის და ყოველსავე მეცნიერ არს. ამისთვისცა ყოველივე ყოფადი მიუთხრა მაშინ მოწაფეთა და საქმენი მათ ჟამთანი აუწყნა და კართაზე და მის დღისათა მიიყვანა, ვითარცა იტყვის, ვითარმეთ, უწყოდეთ, რამე თუ ახლოს არს, კართაზე დაო. ხოლო დღე იგი და ჟამი არა მიუთხრა განგებითამით, რომელი მან მხოლო მან უწყის, რამე თუ ეგრეთ ჯერ იყო, რაითა განცხადებულად დღე იგი არავინ იცოდის. ხოლო სასწაულნი ყოველნი და საქმენი მათ ჟამთანი გვაუწყნა, რაითა ცნან ყოველთა რომელნიცა გონებისა უფალ არიან, ვითარმეთ არა თუ იგი უმეცარიყო დღისა მისთვის, არამედ ჩვენთვის არა ჯერ იყო მისი ცნობაი. ამისთვის იტყვის უფალი. წახარებაი, ვითარცა იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსვლა იძისა კაცისაი. ვითარცა იგი იყვნეს დღეთა მათ პირველ წყლით რღუნისათა, ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განქორწინებდეს მუნ დღემდე ვიდრემდე შევიდა ნოვე კიდობნად და ვერცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლით რღუნა იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსვლა იძისა კაცისაი, 24, 27, 39. თარგმანი, ესე ამისთვის თქვა, რაითა გვასწავს, ვითარმედ უცნაურად და მოულოდებელად მეხსა შინა მოვალს და უმრავლესნი შვებასა შინა იპოვნენ, ვითარცა პავლე იტყვის, ვითარმედ, დღე იგი უფლისაი, ვითარცა მპარავი ღამისაი, ეგრეთ მოიწიოს. რა ჟამს თქვან, მშვიდობაი და კრძალულებაი მაშინ მეხსეულად მოიწიოს მათზე და სრვაი, ვითარცა სალმობა იგი შობადისაი მიდგომილსა და ვერ განერნენ. პირველი თესალონიკელთა მიმართ 5:2-3. ვითარ უკვე იტყვის უფალი, ვითარმეთ, შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთა ისა. რამე თუ უკვე თუ შვებაი არს მაშინ და მშვიდობაი და კრძალულებაი, ვითარცა პავლე იტყვის, ვითარ იტყვის უფალი, თუ შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთა ისა. უკვე თუ შვებაი ყოფად არს, ვითარ იყოს ჭირი. გულისხმად ყავთ ესე სიტყვაი. შვებაი აქუნდეს უგუნურთა და ულმობელთა. ამისთვისცა არა თქვა მოციქულმან, თუ მშვიდობაი იყოს, არამედ რა ჟამს თქვანო, თუ მშვიდობაი და კრძალულებაი. მათსა მას უგუნურებასა გამოაჩინებს. ვითარცა იგი ნოვესზე უგულისხმონი იგი იშვებდეს, ხოლო მართალნი მწუხარებასა შინა იყვნეს, ეგრეთვე უფალი გვასწავებს და მოციქული წამებს, ვითარმეთ დღეთა მათ, ოდესანტე მოვიდეს, ბოროტნი იგი გულის თქუმანი განმრავლდნენ უშჭულოთა შორის, რომელთა წარეკვეთო სასოებაი ცხოვრებისათვის ისაი, და იყვნენ იგინი ნაყროვანებათა შინა, შვებათა და მთვრალობათა და სხვათა ყოველთავე ბილწებათა. ამისთვისცა სახე მოიღო შემსგავსებული საქმისა იმის. რამე თუ ვითარცა იგი აღეშენებოდა რა იყიდობანი ნოეს მიერ, არა რწმენა უშჭულოთა მათ, არამედ ნოე უქადაგებდა მომავალსა მას რისხვასა და კიდობანსა მას იქმოდა,
ხოლო იგინი, ვით არც არარაი ბოროტი მოწევნად იყო, ეგრეთ იშვებდეს და განსცხრებოდეს. ვიდრე მდის მოიცია წყლით რღუნაი და ყოველნი იგი მოწყვიდნა. ეგრეთვე ყოფად არს დღეთა აღსასრულისათა, მოვიდეს ანტეი და საცნური ქმნას ვითარმედ მცირე დღა და იქმნების მოსვლაი უფლისაი და მიეცემიან ცოდვილნი სატანჯველთა საუკუნეთა და იყვნენ მაშინ განსაცდელნი მრავალნი. ხოლო რომელნი იგი შეპყრობილი იყვნენ მთვრალობითა მით უშჩულოვებისაითა, არა ელმოდის ყოვლადვე მომავალთა მათთვის ჭირთა, არამედ შვებასა შინა და ცოდვასა განფრთილიყვნენ და მეხსეულად მოიციოს მათზე და დღე იგი, ვითარცა სალმობა იშობადისა იმიდგომილსა, სიტყვისა მისებრ მოციქულისა. კეთილად უკვე ახსენა უფალმა სახე იგი წყლით რღუნისაი, რაითა უკვე თუ ვინ ურწმუნო იყოს მომავალისა მის აღსასრულისა, ადრევე აღსრულებულისა მისგან წყლით რღუნისა რწმენის ყოფადიცა იგი. კვალად სხვასა სახესა მოგუცემს, რაითა გულისხმავყოთ ვითარმედ ყოველივე უწყის მეუფემან ყოველთამან. სახ არეებაი, მაშინ ორნი იყვნენ ველსაგარე, ერთი წარიყვანოს და ერთი დაეტეოს, ორნი ფქვიდენ ფქვილსა, ერთი წარიტაცოს და ერთი დაეტეოს. იღვიძებდით უკვე, რამე თუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქვენი მოვიდეს, 24, 40, 42. თარგმანი, ხოლო ლუკაის სახარებასა ესრეთ წერილარს, მას ღამესა ორნი იყვნენ ცხედარსა ერთსა, ერთი იგი წარიტაცოს და ერთი იგი დაეტეოს. ლუკა 17:34 და ესე ყოველნი სახენი წარმოთქუნა, ერთად რაითა ვცნათ ვითარმედ მეცნიერ არს კეთილად დღესა მას და ჟამსა, მეორედ რაითა გულისხმავყოთ ვითარმედ მოულოდებელად და უცნაურად მოწევნად არს დღე იგი. ამისთვის დღენიცა ნოვესნი ახსენა, ამისთვის ცხედარსა ზედა ყოფაი თქვა და ველსასლვაი და ცისქვილსა ფქვაი, და ამით ყოვლითა მოასწავებს, ვითარმედ უზრუნველად რა იყვნენ, მოიწევის, რამე თუ ცხედარსა ზედა წოლაი და ველსასლვაი უზრუნველობისა სახეი არს. და კვალად ამათ იგავთა მიერ ამასცა გულისხმა გვიყოფს ვითარმედ დიდებულთაგანიცა და გლახაკთაგანი რომელნიმე აღიტაცებიან მართალთა თანა ჰაერთაზე შემთხვევად უფლისა და რომელნიმე დაშთებიან ქვე, მონანიცა და უფალნი, ფლობილებით მყოფნიცა და შრომით. ორთაგანვე მოქალაქობათა. ამისთვის ცხედარსა ზედა ყოფისა მიერ და აგარაკსასლვისა მდიდარნი და დიდებულნი მოასწავნა და ცისქვილსა შინა ყოფისაგან გლახაკნი გამოსახნა, ვითარცა წერილ არს ძველსა შინა, ვითარმედ მჯდომარითგან საყდართა ზედა მიტყვედნდე რომელი არ ცისქვილსა შინა. გამოსვლა 11:5 რამე თუ ვინაითგან ზემოეთქვა ვითარმედ, ძნიად შევიდენ მდიდარნი სასუფეველსა, აცაკა გამოაჩინებს ვითარმედ არცა მდიდარნი ყოველნი წარწყმდებიან, არცა გლახაკნი ყოველნი ცხონდებიან, არამედ მათგანიცა და ამათგანიცა რომელნიმე ცხონდებიან და რომელნიმე წარწყმდებიან. ორნი იყვნენ ცხედარსა ერთსა. ესე სახე არს მდიდართაი, ერთი იგი წარიტაცოს სასუფეველად და ერთი იგი დაეტეოს ცოდვილთა თანა. ორნი ფქვიდენ. ესე სახე არს გლახაკთაი, ერთი წარიტაცოს ცხოვრებად და ერთი დაეტეოს ცოდვილთა თანა. ორთავე დასთაგან მდიდართაცა და გლახაკთა რომელნიმე მართალთა თანა შეირაცხნენ და რომელნიმე ცოდვილთა. კვალად ცისქვილისა მიერ მოქცევი ესე გამოისახვის საწუთროისა ამის ცხოვრებისაი, რომელი დაუდგრომელად იქცევის და მსგავსად ცისქვილისა მსწრაფლა აქცევს საქმეთა ჩვენთა. ორნი მოფქავნი. გულისხმა იყოფებიან ერთსა საქმესა შინა მყოფნი ორნი კაცნი, გინა თუ მღვდელობასა, გინა თუ მონაზონებასა, ანუ თუ ქალწულებასა, ანუ სხვასა რასმე ქველის საქმესა, რომელსა მრავალნი იქ მოდიეთ, გარნა არა ყოველნი ერთითა გონებითა, არამედ რომელნიმე საუკუნო ისა მის ცხოვრებისათვის და რომელნიმე საჩვენებელად კაცთა, ანუ სხვითა რაითმე უჯეროითა გულის სიტყვითა.
იგინი, რომელნი საღმრთოითა გულის სიტყვითა იქმოდეს, წარიტაცნენ მართალთა თანა და სხვანი იგი დაშთენ უბადრუკებით. და ყოვლით თურთ ამას მოასწავებს, ვითარმეთ ყოვლისაგანვე დასისა და ყოვლისაგანვე მოქალაქობისა რომელნიმე ცხოვრებად წარიტაცნენ და რომელნიმე წარწმედასა შინა დაშთენ. ხოლო მე ვგონებ, ვითარმეთ ამასცა მოასწავებს, თუ მოსვლა იგი უფლისა ღამით ყოფადარს, რამე თუ ამას გულისხმა გვიყოფს ლუკას სიტყვითა მით, რომელ თქვა, მას ღამესა ორნი იყვნენ ცხედარსაო, ერთი იგი წარიტაცოს და ერთი იგი დაეტეოს. ხედავა ვით არ ყოველსავე გამოწული რითმეცნიერ არს. ამისთვის მე ხსეულად შესწინა და თქვა, იღვიძებდით უკვე რამე თუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქვენი მოვიდეს. არა თქვა თუ არა ვიცი, არამედ არა იცითო. რამე თუ ოდეს მახლობელად დაადგინეს დღისა მის და ჟამისა, კვალად დააყენებს კითხვათ რამე თუ ხნებავს, რაითა მარადის მოელოდინ და სრუნვიდენ ჟამისა მისთვის. ამისთვის იტყვის წახ არებაი, ხოლო ესემცა იცით, უკვე თუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსამ პარავი მოსვლად არს, იღვიძებდამცა და არა უტევა და თხრად გვერდი სახლისა მისისაი. ამისთვის თქვენცა იყვენით განმზადებულ, რამე თუ რომელსა ჟამსა არ ჰგონებდეთ, ძე კაცისა იმოვიდეს 24, 43, 44. თარგმანი ესრეთ გვიბრძანებს, რაითა მარადის სათნოებასა შინა ვიყვნეთ და მარადის ვზრუნვიდეთ აღსასრულისათვის, რამე თუ უკვე თუმცა იცოდეს კაცთა ჟამის სიკვდილისაი, უეჩველად მას ჟამსა მოსწრაფებასანცა შინა იყვნეს. გარნა არ აჰნებავს უფალსა, რაითა მას ოდენ ჟამსა ვიქმოდით კეთილსა, არამედ მარადის და ყოვლადვე. ამისთვის არასაცნაურყო არცა ზოგადი იგი ყოველთა აღსასრული, არცა კაცად კაცად ისაი, რაითა მარადის მოველოდით და მარადის კეთილსა ვიქმოდით, რაითა ესრეთ ვიპოვნეთ. ამას ადგილსა განცხადებულად უფლად უწოდა თავსათვისა, რომელეს სხვასა ადგილსა არა ეთქვა ესრეთ ცხადად, იღვიძებდით თუ რამე თუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქვენი მოვიდეს. და აყვედრებს უდებთა, რომელეს ოდენიცა მღვიძარებაი არა აქვს ცხოვრებისათვის სულთათვისთა ისა, ვითა რიგი სხვანი შიშისათვის მპარავთა ისა აჩვენებენ. ხოლო ვინაიდან დღე იგი სასჯელისა იახსენა, მოძღვართა მიმართ მიაქცევს სიტყვასათვისა და იტყვის. წახ არებაი, ვინიმე არ სარწმუნო იგი მონაი და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმანთვის მან მსახურთათვის და ზედა მიცემად საზრდელი ჟამსათვისა. ნეტარ არს მონისა მის, რომლისა მოვიდეს უფალითვისი და პოვოს იგი ესრეთ მოქმედი. ამენ გეტყვით თქვენ, ვითარმეთ ყოველსა ზედა მონაგებსა დაადგინოს იგი 24, 45, 47. თარგმანი თქვუთხა შვილო-მწვალებელთანო, ნუ უკვე ესეცა სიტყვაი უმეცრებასა მოასწავებსა. უკვე თუ რომელი იგი ზემოთ თქვა ვითარმეთ, დღისა მისთვის არავინ უწყის და იტყვით თუ ძე უმეცარ არს დღესა მას, რაც აქ არა ის თქვა რომელესე იტყვის, ვინიმე არს მონაი იგი. ნუ უკვე ეს თქვა, თუ ამასცა უმეცარ არსა. ნუ იყოფინ. ამას არცა თუ სრულიად განცვიბრებულნი იტყვიან. ანუ ოდეს იგი იტყოდა ლაზარესთვის, სადა დასდევითო, იოანე 11:34 და კვალად მამისათვისცა იპოვებიან ესევით არნი სიტყვანი, რამე თუ მან თქვა, ადამ, სადა ხარო, დაბადება 3:9 და კვალად იტყვის. ღაღადებაი სოდომისაი და გომორისაი განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი განმრავლებულ არიან. გარდავიდე და ვიხილო, უკვე თუ ღაღადებისაებ მათისა, რომელ მოიწევის ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან, უკვე თუ არა, რაითა ვცნა, დაბადება 18, 20, 21 და სახარებასა შინა იტყვის, რა იყო? მივავლინო ძე ჩემი საყვარელი, ვინ იცის შეიკდიმონ.
ლუკა 20:13. ესე ყოველნი სიტყვანი უმეცრებასა გამოსახვენ, არამედ არარას უმეცარიყო, გარნა განგებულებით და შვენიერითა იქმოდა. ადამსა ხრქუა, სადა ხარ, რაითა მისცეს მას ადგილი გულისხმისყოფად სთომისათვისისა და აღსაარებად. ხოლო სოდომელთათვის ესრეთ განაწესა სიტყვა იგი, რაითა გვასწავს ჩვენ არა მიცემად განჩინებისა, ვიდრე არა კეთილად ზედამივიწინეთ საქმესა მას საძიებელსა. ხოლო იგავსა მას შინა სახარებისასა, რაითა გამოაჩინოს ვითარმეთ თანაედვა შეკდიმება იძისაგან და არა შეიკდიმეს. ხოლო აქა თქვა, ვინ არს მონა იგი, რაითა უჩვენოს ვითარმეთ მცირედნი იპოვებიან ესე ვითარნი. ამისთვის ცახნატრის მას. და ვითარ მცახნატრიდა, რომელი არა უწყოდა. ჭეშმარიტად უწყოდა. არამედ რაითა გამოაჩინოს ვითარმეთ ძლით იპოვების ესე ვითარი, ამისთვის თქვა, ვინმე არს სარწმუნო იგი მონაი და ბრძენი და შემდგომი ამისი. ხოლო ამას არა საფასეთათვის ოდენ ხორციელთა იტყვის, არამედ მოძღვრებისათვისსა და ძალისა და საფასისა და ყოვლისავე საქმისათვის, რომელიც ამადლი ერწმუნა კაცადსა. ესე იგავი მთავართაცა მოეზავების და მეფეთა და მღვდელთა, რამე თუ კაცადსა, რომლისაცა ძალედვა სარგებელყოფად სხვათა აღსრულება ითანააც, გინა თუ სიბრძნევის აქუნდეს, გინა თუ მოძღვრებაი, გინა თუ სიმდიდრე, გინა თუ სხვაი რაიმე. ყოველივე მცა სარგებელად მის თანამონათა აღესრულების და ნუსავნებელად მათა და წარსაწყმედელად თავისათვის ისა. ამისთვის ორსავე ეძიებს, სარწმუნოებასა და სიბრძნესა, რამე თუ ნამდვილად ცოდვაი უგუნურებისაგან იქმნების. და ესე ვითარსა მას კეთილსა. მონასა სარწმუნო და ამისთვის უწოდა, რამე თუ არარაი მიიხვეჭა მან, არცა ცუდად და ამაოდ წარაგორწმუნებული იგი უფლისაგან, ხოლო ბრძნად ამისთვის, რამე თუ გონიერად ცნა ადგილი და სახე ხმარებისა იმადლისა მიცემულისა მისდა, რამე თუ ორივე სახმარარს ჩვენდა. არა მიხვეჭაი სამეუფოთა საფასეთაი და ჯეროვნად განგებაი მათი. ხოლო ამათ ორთაგან რომელიცა ნაკრულევან იყოს, მეორეცა კელობნ, რამე თუ უკვე თუ სარწმუნო იყოს მონაი და არა იპარვიდეს, ხოლო უგუნურად წარწმუნდეს საფასესა უფლისათვისისასა და უჯეროდ წარაგებდეს, დიდად საბრალობელ არს. კვალად უკვე თუ იცოდის კეთილად განგებაი და იპარვიდეს, ბოროტ არს. ამისთვის ორივე ჯერ არს, სიბრძნე და სარწმუნოებაი. ისმინეთ მოძღვარნო. ისმინეთ მდიდარნო. ისმინეთ ყოველთა, რომელთა გერწმუნა ღმრთისა მიერ ნიჭი რაიმე კეთილი. ისმინეთ რასა იტყვის კეთილად განგებელთათვის, რომელნი მოსწრაფე იყვნენ მოყვასთა სარგებელად, ამენ გეტყვი ვითარმეთ ყოველსა ზედა მონაგებსათვისა და ადგინოს იგი. რაიმცა იყოს სწორა მისა პატივისა. რომელმან მე სიტყვამან გამოაჩინოს პატივი იგი და ნეტარებაი, ოდეს მეუფემან სათამან და ქვეყანისამან კაცი და ადგინოს ყოველსა ზედა მონაგებსა მისსა. ვინ უძლოს მონაგებთა მათ საზომისა თქმად ანუ მოგონებად. ჭეშმარიტად უკვე და სამართლად ბრძენ უწოდა მას, რამე თუ აგო მცირედითა დიდთა მათ კეთილთა მორეცად და კნინოდენითა სიბრძნითა ცანი მოიყიდნა. ვინაითგან უკვე წარმოთქვა პატივი და ნეტარებაი სარწმუნოისა მის და ბრძნისა მონისაი, იტყვის წინააღმდგომსაცა, რაითა ორკერძოვე განაკრძალოს მსმენელი სიტყვათა მისთაი. წახარებაი, უკვე თუ თქواس ბოროტმან მან მონამან გულსათვისა, ხოვნის უფალი ჩემი მოსვლად და იწყოს გვემად მის თანათა მონათა, ჭამდეს და სუმიდეს მომთვალეთა თანა, მოვიდეს უფალი იგი მონისა იმის დღესა, რომელსა არა ჰგონებდეს, და ჟამსა, რომელსა არა უწყოდის და ორგან განკვეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა.
მონიყოს ტირილი და ხრჭენა იქბილთაი 24-48-51. თარგმანი, ნუ უკვე თქواس ვინმე ცუდად მეტყველთაგანმან 12. ხედავა ვითარი გულის სიტყვაი შემოვიდა უცნაურებისაგან დღისამის. უკვე თუმცა საცნაურიყო არამცა ეთქვა მონასა მას, თუ ხოვნის უფალი ჩემი. არამედ ესე სიტყვაი, ჰოი კაცო, ცუდ არს და ამაო, რამე თუ არა უცნაურებისათვის დღისამის ქმნა ესე, არამედ რომელ უკეთურიყო მონაი იგი. უკვე თუ არა სარწმუნოსა მას მონასა და ბრძენსა რად არა შეემთხვია ესე. რამე თუ რაი არს ესე უკვე თუ ხოვნის უფალი. ჰოი უბადროკო, განაღა მოელი მოსვლასა მისსა გინა თუ ადრე, გინა თუ ნელად, რაისათვის უკვე არ ახსრუნავ თავსა შენსა. ხოლო ჩვენ ვისწავებთ, ვითარმეთ არცა თუ ყოვნის მოსვლად, რამე თუ ესე სიტყვაი, თუ ყოვნის არა უფლისაი არს, არამედ ბოროტისა მის მონისაი. ხოლო ისმინე პავლესი რასა იტყვის, უფალი ახლოს არსო, ნუ ხსრუნავთ, ფილიპელთა მიმართ 4:5-6 და კვალად იტყვის, მომავალი იგი მოვიდესო და არა ხოვნოს. ებრაელთა მიმართ 10:27 საცნაურ არს უკვე, ვითარმედ უფრო ისად უმეცრება იგი დღისა იმის და უცნაურობა იფრიად სარგებელ არს მონათათვის, რაითა მარადის განკრძალულიყვნენ. ამისთვის დაფარა უწყება იმისი უფალმან, რაითა ყოვლადვე მღვიძარევიყვნეთ და გუეშინოდეს იგავისა მისგან ბოროტისა მის დაუდებისა მონისა, რომლისათვის იტყვის ვითარმედ, მოვიდეს უფალი იგი მონისა იმის დღესა, რომელსა არ აღგონებდეს, და ჟამსა, რომელსა არა უწყოდის და ორგან განკვეთოს იგი. ესე იგი არს განაგდოს ერთობისაგან საკუთართა და სარწმუნოთა მონათაისა და ნაწილი მისი ორგულთა თანადადვას. მონიყოს ტირილი და ხრჭენა იქბილთაი. სწავლა იოს მოწყალებისათვის და ძმათ მოყვარებისა. და საყვარელო, ჩვენცა ვეკრძალნეთ, რაითა არა შეგვემთხვიოს მლევანი ესე საქმე. რამე თუ რომელთაც ახქონან საფასენი და არა მისცემენ გლახაკთა ბოროტისა მის მონისა მობაძავარიან. რამე თუ შენცა კაცო ნეხარ მონაგებთა შენთაი ვითარცამნენი იგი ეკლესიისანი და ვითარცამნესა ეკლესიისასა რომლისა დარწმუნებულ არიან საფასენი გამოსაზრდელად გლახაკთა არა ხელეწიფების ცუდად წარგებად რამე თუ გლახაკთაი არს. ეგრეთვე არცა შენ ხელგეწიფების საფასეთა შენთა, გინა თუ მამული იყოს, გინა თუ ვინაიცა ამაოთა და ცუდთა საქმეთა ზედა წარგებად. რამე თუ რწმუნებულ არს შენ და უფლისა მიერ მიცემად შენთა თანამონათა საზრდელი ჟამსათვისსა. და რაი არს ჟამსათვისსა. ესე იგი არს რომელნი ნაკრულევან იყვნენ, რომელთა შიოდის, რომელნი შიშველი იყვნენ. და ვითარცა შენ მონათა და შენთა მნეთა ამცნებ კეთილად განგებად მონაგებსა შენსა, ეგრეთვე ღმერთი შენგან ეძიებს. ამისთვის მოგცა საფასე, რაითა გაქონდეს მიზეზი მოგებად სათნოებისა quelის საქმითა, რაითა მოიგო სიყვარული, თავი იგი სათნოებათაი, რაითა მოიგო კაცთ მოყვარებაი, რომელი იგი საქმე არს საღმრთოი. და ჩვენ ანგახრებითა შეპყრობილ ხარ, არა ხოლო თუ არა იქ მკველის საქმესა, არამედ გუემცა გლახაკთა, აგინებ და შეურაცხყოფ, ვითარცა იტყვის უფალი ბოროტისა მის მონისათვის, იწყოსო გუემად მის თანამონათა მათ. ესე ანგახრთათვის თქვა და მტაცებელთა, რომელნი აჭირვებენ გლახაკთა. და კვალად იტყვის, ჭამდეს და სუმიდესო მომთვალეთა თანა. რამე თუ შვების მოყვარეთათვისცა და ნაყროვანთა სასჯელი განმზადებულ არს. კაცო, არა თუ ამისთვის მოგეცნას საფასენი, რაითა იშვებდე და ითვრებოდი, არამედ რაითა მოწყალებასა იქმოდი. არა თუ შენი არს რაი ეგე გაქურს, არამედ გლახაკთა ირწმუნებულ არს შენდა.
გინა თუ მამული გაქვს, გინა თუ შრომითა შენითა მოგებული, გლახაკთათვის მოუცემიეს ღმერთსა, რაითა მისცემდე მათ საზრდელსა ჟამსათვისსა. უკვე თუ არა კეთილად განაგოს, სასჯელი მიგეხადოს. იხილე, რაოდენითა იგავითა გამოაჩინა ესე, რამე თუ ქალწულნი იგი დაისაჯნეს, არა თუ რომელ სხვათა მოიტაცეს, არამედ რომელთვისი არა მისცეს. ეგრეთვე რომელმან ქანქარი იგი დაჰფლა ქვეყანასა და რომელნი მშიერსა თანაწარ ხდეს, ესე ყოველნი არა თუ ანგახრებისათვის და სხვათაგან მოხვეჭისა დაისაჯნეს, არამედ რომელთვის ისაგან არა მისცემდეს ქველის საქმედ, არამედ ბოროტად წარაგეს, ვით არცა ამან მონამან, რომლისათვისაც აღმოვიკითხეთ. ვისმინოთ ნაყროვანთა და შვების მოყვარეთა, რომელნი ტაბლათაზე და ბრწყინვალეთა წარვაგებთ სიმდიდრესა მას არა ჩვენსა, არამედ გლახაკთათვის ჩვენ დარწმუნებულსა, რაღაცა თუ მრავლისა მისთვის კაცთ მოყვარებისა, ვით არცა ჩვენსა, გვიბრძანებს უფალი მიცემად. გარნა არა ჩვენი არს, არამედ მის მიერ ჩვენ დარწმუნებულ არს. რაისათვის უკვე ესრე თუ მადლოდ გამოვაჩინებთ თავთა ჩვენთა. გულისხმოვყოთ, თუ რაოდენ საწადილიყო პოვნად ღონისა შენდობად შემდგომად ნათლისღებისა მოწევნულთა ცოდვათა. უკვე თუმცა არა ეთქვა, თუ იქ მოდეთ ქველის საქმესა, რაითა მიგეტევნენ ცოდვანი, შეადარე მათე 5:7, დანიელი 4:24, ზირაქი 3:30, რაოდენიმცა იტყოდეს. თუმცა იყო ღონე მიცემად საფასისა და განრომად საუკუნეთა მათგან სატანჯველთა. ხოლო ვინაითგან ესე იქადაგა, აც კვალად უდები ქმნეს. ამას ზედა მრავალნი მეტყვიან ვითარმეთ, მივსცემ გლახაკთა რაისათვის მაყვედრებ. არამედ რაი არ სიტყვაი, კაცო? ჯერეთ არა მიგიცემიეს, არცა თუ მის ქურივისა სწორად რომელმან ორი იგი ცულილი დადვა ფასის საცავსა, არცა თუ ზოგი მისისა მის შესაწირავისაი. რამე თუ ნამეტნავისა შენისა ასეულსაც არა მისცემ და უმეტესად ცუდსა და ამაოთა საქმეთა ზედა იზღვევი ხადილობად და მთვრალობად და სხვათა უძვირესთა, ვით არცა მონისა მისთვის თქვა ვითარმეთ, ჭამდეს და სუმიდეს მომთვრალეთა თანა და სცემდეს მის თანამონათა. ესე იგი არს, თვისა მას უწესოებასა თანა მოყუსისაცა ცხოვრება შეურაცხეყოს, რომელიც ესე დიდად განმამწარებელ არს ღმრთისა. ამისთვის ორად განკვეთა საბრძანებს ესე ვითარისა მის მონისასა. რამე თუ ვითარცა იგი სიყვარული პატიოსან არს წინაშე მისა და სასწაულად თვისისა მოწაფებისა ურთიერთას სიყვარული განაწესა, ეგრეთვე სიძულილი და ულმობელობა იმოყუსისა მიმართ საძაგელ არს ღმრთისა წინაშე. ამისთვის საყვარელნო, ძმათ მოყვარება შევიკრძალოთ, რამე თუ ესე არს გზა იზეცა და აღმყვანებელი, ესე გუყოფს მსგავს ქრისტესა, რაოდენ შესაძლებელ არს. და იხილენით, რაბამნი სათნოებანი დაშენებულ არიან ამას გზასა ზედა. და აც ესრეთ გამოვსახოთ, გულისხმოვყვნეთ ორნი გზანი სათნოებათანი, ერთი იგი რომელითვის საოდენ კეთილსა ზრუნვიდეს და სათნოდ იქცეოდის, და მეორე რომელი მოყვასაც აარგებდეს. აც ვიხილოთ, რომელი ამათ ორთა გზათაგანი ადრე მიმაწევს ჩვენ თავსა სათნოებათასა. საცნაურ არს ვითარმედ მეორესა მას, რომელი მოყვასსა არგებდეს, პავლე დიდად აქებს, ვიდრეღა მას, რომელი თავსა ოდენთვის აარგებდეს. ხოლო ოდეს ვთქვა, თუ პავლე აქებს, ქება იგი ქრისტესგან გულისხმა ჰყავთ, რამე თუ პირითა პავლესითა ქრისტე იტყოდა. ისმინეთ უკვე, რასა იგი იტყვის ამის ჯერისათვის, ნუ თავისათვის ისასა ეძიე მკაცად კაცადი, არამედ მოყუსისასა თითოეული. პირველი კორინთელთა მიმართ 10:24 და კვალად იტყვის, კაცად კაცადი მოყვასსა სათნოვე ყოფოდენ კეთილსაზე და აღსაშენებელად. რომელთა მიმართ 15:2 და კვალად იტყვის, იყვენით ურთიერთას ტკბილ მოწყალე მიმადლებელ, ვითარცა იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩვენ.
ეფესელთა მიმართ 4:32 ხედავ აქებასა ამას მათ მოყვარებისასა. და კვალად ესეცა გულისხმა ჰყავთ, რომელნიმე სათნოებანი ჩვენ შორის ოდენ დაადგრებიან და რომელნიმე სხვათა მიმართცა მიიწევიან. ესე იგი არს მარხვაი და მოღვაწებაი და ქალწულებაი და მსგავსნი ამათნი მოქმედთა ხოლო მათთა სარგებელი ყოფვის. ხოლო მოწყალებაი და სიყვარული და სწავლაი და უცხოთ მოყვარებაი და მსგავსნი ამათნი ჩვენცა სარგებელ გვეყოფიან და ჩვენ მიერ სხვათა მიმართცა მიიწევიან და ამისთვის უაღრეს და უპატიოსნეს არიან. ისმინე უკვე ამის ჯერისათვისცა რასა იტყვის მოციქული, შეღა თუ აჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწუალად და სიყვარული არა მაქუნდეს, არავერაი სარგებელ არს ჩემდა. პირველი კორინთელთა მიმართ 13:3 ვთქვა სხვაიცა უმეტესი სიტყვაი ჭეშმარიტი, გულისხმა უყვნეთ ორნი კაცნი, ერთი იგი იმარხევდინ და ილოცევდინ და აღსასრულსა წამებითაცა სრული იქმენინი. ხოლო მეორე მან აღშენებისათვის მოყუსისა და სარგებელისათვის მისისა დრო ეცინ წამებასა და დიდისა მის გვირგვინისაგან წუთერთ დააკლდინ. ვინ უაღრეს იქნების ამათ ორთაგან და რომელი უმეტესსა სასყიდელსა მიემთხვევის. არა სახმარ არს აქა ჩემდა მრავლისმეტყველებაი, რამე თუ დგას ნეტარი პავლე და განჩინებით იტყვის, გული მეტყვის მე განსვლად და ქრისტეს თანაყოფად უფრო ისხაუმჯობეს, ხოლო დადგრომაი ხორცს და შინა უაღრეს თქვენთვის. ფილიპელთა მიმართ 1:23-24 და პატივსცა აღშენებასა მოყვასთასა. უფრო ის ქრისტეს მიმართ მოსვლისა, რამე თუ ესე არს უმეტესად ქრისტეს თანაყოფაი, აღსრულებაი ნებისა მისისაი. ხოლო ნებაი მისი არ არასა ზედა არს ესრეთ განსვენებულ, ვითარ ამას, რაითა უმჯობესსა მოყუსისასა ვიქმოდით. და ესე აუწყა პეტრეს რაჟამს რქვა, პეტრე გიყვარ მეა, შეადარე იოანე 21:15-17 და სამგზისვე სიყვარულისა მისისა სასწაულად მწყსაი ცხოვართა მისთაი უბრძანა. ხოლო ესე არა მღვდელთა მიმართ მხოლოდ ქუმულ არს, არამედ კაცადისა, რომლისადაც არწმუნებული ხოს გინა თუ დიდი, გინა თუ მცირე სამწყსო. ნუ მცირისათვის უგულებელს ყოფ, რამე თუ მამამან ზეცათამან სათნო იყო მცირეცა იგი სამწყსოი. ერთიცა თუ ისხვეს მოწაფეი ანუ შვილი, ყოვლითა მოსწრაფებითა იღუწიდინ, რაითა სარგებელი ყოს მას სულიერითა წესითა. ესრეთ ვიქმნეთ სათნო უფლისა და მონასარწმუნო. უკვე თუ მოვიგოთ სიყვარული, მოწყალებაი, სახიერებაი, სიტკბოებაი, ამათ მიერ მარხვაიცა ჩვენი და ლოცვაი შეწირული ყოს ღმრთისა. რამე თუ ჭეშმარიტად რომელსა ჰქონდეს სიყვარული და მოწყალებაი, ყოველნივე სათნოებანი მისთანა არიან, არა იპარავს, არა იტაცებს, არა ცილსას წამებს, მტერთა ულოცავს, წყევართა აკურთხევს, მოძულეთა კეთილსა უყოფს. ვინაიდან უკვე გულისხმა გვიყოფიეს, ვითარმეთ სიყვარული ძმათაი და სარგებელი მათი სულიერი და ხორციელი მიგვიწვის ცხოვრებად საუკუნოდ, ესე სათნოებაი შევიდგბოთ, რაითა სასუფეველსაც სათასაღირს ვიქმნეთ ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩვენისა, რომლისაი არს დიდებაი თანა მამით და სულით წმინდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.